მადლობა მოგზაურებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ გვერდში გვედექით ეს 15 წელი. და დღესაც მოინდომეთ ჩვენთან ერთად ამ ზეიმის გაზიარება. მე წარმოგიდგენთ ჩემ თავს, მე ვარ ნათია შავდია, სამედიცინო ცენტრ ციტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აი უკვე 29 წელია. დიდი მადლობა. იცით რა, ძალიან ძნელია ჩემთვის ახლა თქვენს წინაშე ესე დგომა. იმიტომ რომ ისე მახსოვს 15 წლის წინ, როდესაც მე და ქალბატონი ნინო ბარბორაძე პირველად ჩამოვედით სენაკში. ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საერთოდ სენაკში და მახსოვს გაურნებული დავრჩი პირველ რიგში ამ თეატრით და ალბათ ეს სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ აქ სცენაზე დგება თქვენს წინაშე. და გავიცანით აქ ქალბატონი ლალია ვალიანი და ქალბატონი თამუნა ტრევჩავა. და დაიწყო ჩვენი 15 წლიანი მოგზაურობა. მოგზაურობა, რომელიც იყო სავსე ყველანაირი ემოციებით, სიძნელეებით, სიხარულით, სინამდვილით, სიბრაზით, მაგრამ ეს იყო ულამაზესი 15 წელი. და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს მოგზაურობა არ შედგებოდა. და აი იმის გამოსახატავად თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს დღე ჩვენთვის, ნახეთ როგორი მრავალრიცხოვანი გუნდი ჩამოვედით. მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ისინი, ვინც დგას ამ სახელის უკან, ძირითადად თქვენ ყველანი იცნობთ სენაკის წარმომადგენლებს, მაგრამ არ ვიცნობთ ჩვენ. ასე რომ დავიწყოთ. ნინო ბარბორაძე, რომელთანაც ერთად დავიწყეთ, მე და ნინო ჩამოვედით პირველად. ნინო გახლავთ ჩვენი project manager-ი, ანუ ნინო გვისახავს ჩვენ ბიზნესს. შემდეგი გახლავთ ჩვენი კლინიკური მენეჯერი, ქალბატონი ელენე გვასალია. ლაბორატორიის მენეჯერი, ქალბატონი სალომე ახლედიანი. ჩვენი რეგიონალური მენეჯერი, ქალბატონი გიკა ვაბარტავა, რომელსაც ალბათ ყველანი იცნობთ. ჩვენი მნიშვნელოვანი კადრები გახლავთ მარიამ ბარბაკაძე, ხარისხი, რომელთაც ჩვენ გამოვირჩევით და გახლავთ ნათია ჯოხარიძე, მარკეტინგი, რასაც თქვენ ხედავთ, გარშემო რაც თქვენ გავდეს ყველაფერი გახლავთ ნატალია ბექაური და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ლალია ვალიანი და დღეს უკვე თამუნა ტრევჩავა. აი თამუნას მიმართ იცით როგორ არის, როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა დავუხადო მას აი ესე დღეს წინაშე ნამდვილად. და იცით რა, თქვენ მოგეცემებათ რომ ციტო არის სამედიცინო ცენტრი. შესაბამისად ჩვენ ყავს ექიმები, საუკეთესო ექიმები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ დღეს ეს ექიმებიც წარსდგებიან თქვენს წინაშე. მე ეხლა არ დავასახელებ, მე როდესაც ისინი გამოვიდნენ, მე გაიცნობთ მათ, ისინი არიან საოცარი თავისი საქმის კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ამასთან ერთად არიან ძალიან ნიჭიერი, საინტერესო და კარგი ადამიანები. მაშინ აი დავიწყოთ ეს ძალიან მოკლე საღამო იმისათვის, რომ იცით რა, მოდით ვუსურვოთ ჩვენ თავს, რომ კიდევ ბევრი წელი გქონდეს იმის ხალისი, რომ ეს ერთად შევიკრიბოთ, ერთად ვიზეიმოთ სხვადასხვა ნამდვილად ლამაზი დღეები. გადავცემ სიტყვას ნინოს და თამუნას. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის და რაც მთავარია მასპინძლობისთვის. მასპინძლობისთვის ამ ლამაზ ქალაქში, ამ თეატრში, სცენაზე, სადაც აწმეულების წინ თამაშობდა ბატონი აკაკი ხორავა, ჩამოდიოდა ვალერიან გულია, აბსენტი ცაგარელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აი ამას აბსოლუტურად განსხვავებული სტატუსით რომ დგევარ, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. არ არის დავიწყებელი აგრეთვე ის ფაქტიც, რომ პირველი სპექტაკლი, რომელიც ამ სცენაზე დაიდგა, სახელწოდებით ეს არის მოლიერის კომედია „ძალად ექიმი“. აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენგან სცენარი და დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ
მოვიფიქროთ, რომ ექიმობა ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარგი. ალბათ არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, როდესაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს წინაშე გამოჯანმრთელებულ პაციენტს. და ეს გრძელდება უკვე წლების განმავლობაში. აი, უკან გადის ჩვენთან ეკრანი. აქ ძალიან კარგად დაინახავთ, საიდან დავიწყეთ, როგორ ვითარდებოდით, ვინ არიან ჩვენი ექიმები, რა მიმართულების ლაბორატორიული კვლევები ტარდება წლების განმავლობაში, რომლებიც სულ ნოვაციებით ხასიათდება. ჩვენ გვაქვს გახსნილი ჩვენი უკვე 30 წელი, თავდანაც 29 აქცია, მაგრამ პრაქტიკულად ერთი წელიც აღარ გვაშორებს, რომ გავხდეთ 30 წლის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს თავისი ბიბლიოთეკა, სხვადასხვა წიგნები გამოცემული თქვენთვის, ექიმებისთვის, ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ჩამოვაყალიბეთ სამედიცინო ცენტრ ციტოს სკოლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ, მომავალი კადრების განვითარებისთვის, სწავლისთვის და ალბათ იმ სფეროებით დასაინტერესებლად, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პოპულარიზაცია გავაკეთოთ. გარდა ამისა, სამედიცინო ცენტრი ციტო წლების განმავლობაში ესე აქტიურად, პირველი ნამდვილად პუნქტი გაიხსნა სენაკში და მას შემდეგ დავდივართ ლაბექსპრეს, ქალაქ-ქალაქ მართავთ კონფერენციებს თქვენთვის საჭირო თემატიკაზე, იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის, როგორც ექიმებისთვის, ასევე კლინიკური ლაბორატორიის წარმომადგენლებისათვის. მართავთ საერთაშორისო კონფერენციებს, ჩამოდიან უცხოელი მომხსენებლები და გვიზიარებენ აგრეთვე საკუთარ მოსაზრებებს. სამედიცინო ცენტრი მხოლოდ სამედიცინო დაწესებულება არ არის. იცით, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ ყველანაირად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად რაღაც აკლია. იცით, ხანდაზმულებს აკლიათ ახალგაზრდობა და აკლიათ წლები, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულები არის ენერგიული წლები. ბავშვებს, რომლებსაც ბევრი არიან ოჯახში თავისებურად გაულამაზოთ ახალი წელი, გაულამაზოთ ბავშვთა დაცვის დღე. ამიტომაც ყველანაირად ვცდილობთ, რომ აი ყოველი ესეთი დღესასწაული მათთვისაც ნამდვილად დღესასწაული იყოს და არა მხოლოდ სხვებისთვის აქტიურად ჩვენი ექიმებისთვისაც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს მართავთ, განსაკუთრებულ საჩუქრებს, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ყველაფერ ამას. და გავტმანათიან თქვა, რომ ჩვენთან ერთად არიან ექიმებიც, ეს ჩამოსულები, ნამდვილად, იცით, ექიმები, კარგი ექიმი, აბსოლუტურად სხვა განზომილება არის. კარგი ექიმი არის საოცრად ნიჭიერი ადამიანი და სწორედ აი ამ ნიჭიერების გამომსახველი დღეს იქნებიან ქალბატონი მაკა ცოცხილიძე, ჩვენი ექიმი თერაპევტი, რომელიც წარმოგიდგენთ სხვა გამოგვიანებით ძალიან ლამაზ სიმღერას და ქალბატონი ნონა მიდიაშვილი, ჩვენი ნევროლოგი, რომელიც ასევე ჩვენთვისაც სიურპრიზია, ქალბატონები რაც მოამზადებენ. აი ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა ჩვენ შესახებ. ჩვენ გარდა სენაკისა გვაქვს ძალიან უკვე პრაქტიკულად ესეთი ძლიერი ქსელი საქართველოს მასშტაბით. დღეს ჩვენთან არიან ჩვენი ბათუმის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო, ჩვენი ზესტაფონის წარმომადგენლები, არიან ზუგდიდიდან ჩამოსულები. შეიძლება თქვენ მათ იცნობთ კიდეც, იმიტომ რომ ქვეყანა პატარა, ქალაქები ერთმანეთთან აქტიურად არიან კავშირში და ყველგან მინდა ყველას მადლობა გადავიხადო, იმიტომ რომ ყველა ჩვენს ასაღებ ცენტრში, ლაბექსპრესში არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილი ციტოელები ხდებიან და მინდა ეს ტერმინიც ვახსენოთ ციტოელი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი გამოცდილება, ადამიანი როდესაც ხდება ციტოელი, ის ყოველთვის რჩება წლების განმავლობაში. პირადი მაგალითითაც ასევე მინდა რომ ეს დავადასტურე, იმიტომ რომ ციტო ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი, იცით რა არის? ეს არის სივრცე, სადაც თავს გრძნობთ შინ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თავმოყრით. ცოტა ცრემლებიც მომადგა. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი
ჰქონდა. ნამდვილად სენაკის არჩევა ეს პრინციპში შემთხვევით მოხდა, იცით, გავიარეთ და დავინახეთ ეს არაჩვეულებრივად ცოცხალი ქალაქი, თავისი ესეთი აჩუქჩუქებული ფანტაზიით იყო ეს არაჩვეულებრივი შენობა და მართალი გითხრათ, არც მიფიქრია პირველად თქვით თუ არა სად აუცილებლად სენაკში და ნამდვილად ქალბატონი ლალი იყო პირველი იმ გუნდის შემტევი, რომელიც დღეს უკვე ქალბატონი თამარის სამით აქტიურად ერთგულად გვემსახურება როგორც ცენტრს, ისევე მოსახლეობას და თამუნას წარდგენა ნამდვილად ალბათ არ შედება, იმიტომ რომ ასეთი ენერგიული, ასეთი ოპტიმისტი, ასეთი საქმისადმი თავდადებული ადამიანი ნამდვილად ძალიან ცოტა მეგულება. თამარა, გადმოგცემ სიტყვას, მე თავს აღარ შეგაძლევ, მაგრამ გარკვეულ პერიოდში თამარს მაინც წავარდნილ მიკროფონს. გადაცემულ სტუდენტები, ძვირფასო ექიმებო, კოლეგებო, დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის სენაკელებისთვის და ჩვენი სამედიცინო ცენტრისთვის, რადგან ერთად აღნიშნავთ სენაკის ფილიალის 15 წლის იუბილეს. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემთან ერთად იმყოფებიან როგორც სენაკიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან, ფოთიდან, ხოროწყუდან, ხობიდან, მარტვილიდან, ჩემი აბაშელების აქ-არიან, ჩვენი თბილისელის სტუმრები. მადლობა უნდა გადავიხადოთ თითოეულ თქვენგანს, მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვაერთიანებდა. მადლობა დღეს სამადლობელი სიტყვები არაერთხელ გაჟღერდება ამ სცენიდან, რადგან ამის მიზეზი ნამდვილად გვაქვს. მადლობა უნდა გადავიხადოთ ექიმებს, რომლებიც თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას დებენ ამ დიდ საქმეში. და ყველაზე უმთავრესი ჩვენთვის, ჩვენი ძვირფასი პაციენტები, რომლებიც მათთვის ყველაზე ძვირფას ჯანმრთელობას გვანდობენ. მათ ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად მოტივაციაც არის. ეს ნდობა გვაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი სიყვარულით, მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. მადლობა მინდა გადავუხადო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, რომელთა მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი მხარდაჭერა იყო და მადლობას გითხრით თქვენ ამ მხარდაჭერას. 15 წელი მხოლოდ ციფრები არ არის მოგეხსენებათ, ძალიან დიდი დროა. ამ 15 წლის განმავლობაში იყო ბევრი გამოწვევა, ბევრი გამარჯვებები, ბევრი პასუხისმგებლობა და ასობით პაციენტის ისტორია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული. შევთავაზოთ ჩვენ ძვირფას პაციენტებს ხარისხიანი, დროული და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. და ყველაზე მთავარი, ყველა იცის, აქ ვინც არის ახლა დარბაზში და ვინც ვერ მოვიდა სხვადასხვა მიზეზების გამო ხელავდა ბოდიშკიპით ამღელვისთვის. ყველა იცის, როგორ მიყვარს ციტო. მართლა მიყვარს ისე, როგორც საკუთარი ოჯახი. და თითოეულ ციტოს და მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა სულ ექიმებს, ლაბორატორიის გუნდს, ადმინისტრაციას, ჩემს გოგოებს, ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგნენ და ყველა იმ ადამიანს, თითოეულ ადამიანს, რომელთა პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ქმნის ჩვენი ცენტრის წარმატებას. ახალ სცენაზე მინდა მოვიწიო ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი მალენა გიჩია.
ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ციტო წლების განმავლობაში ასრულებს სენაკში. ციტო დიდი ხანია უკვე სენაკის მოსახლეობისთვის არის პასუხისმგებლობის, საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის სივრცე, სადაც მათ ყოველთვის აქვთ იმედი, რომ მათი ჯანმრთელობა საიმედო ხელშია. ასევე მინდა აღვნიშნო ქალბატონ თამარ ტრებუჩავას მნიშვნელოვანი როლი ამ ყველაფერში, რადგან თითოეული სენაკელი დამეთანხმება, რომ ქალბატონი თამარი 24 საათის განმავლობაში მზად არის თითოეული პაციენტის გასაჭირი მიიტანოს გულთან და მათ შემდეგ მისცეს სწორი მიმართულება. ჩვენთვის კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში არსებობს სივრცე, სადაც პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ჩვენს მოქალაქეებზე სრულმა მთავარი ღირებულებებია. მინდა ციტოს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ მრავალი წარმატება და ასევე უთვალავი მადლიერი პაციენტი. სწორედ რომ თქვენი შრომის მთავარი შეფასებაც ეს არის მადლიერი პაციენტები. დიდი მადლობა. ახლა კი მეგობრებო, კოლეგებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ თავისი საქმის პროფესიონალი. ადამიანი, რომელმაც დაუღალავი შრომით უდიდეს წარმატებას მიაღწია და შეაყვარა თავი როგორც კოლეგებს, ასევე პაციენტებს. საიმედო ადამიანი, არა მარტო სენაკელებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. კლინიკა ნიუმედის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ექიმ რადიოლოგი თამარ გადალაშვილი. მოგესალმებით, ჩემთვის პატივია წავსდგე ჩემი რაიონის, ჩემი რეგიონის ღირსეული ადამიანებისა და ჩემი კოლეგების წინაშე, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს. მე ჩემს პაციენტებს თავაწეული მეუბნები ხოლმე, რომ ჩვენი კლინიკა არის ციტოს კონტრაქტორი, რომ ჩვენთან ციტოს ლაბორატორია მუშაობს, რადგან ციტო არის ჩემთვის და ჩვენი კოლექტივისთვის დასაყრდენი პარტნიორი. დასაყრდენია მათი სიზუსტე. ჩვენ მათთან თანამშრომლობისას ყოველთვის გრძნობთ მუშაობის და მენეჯმენტის სიზუსტეს, სისხარტეს, მოქნილობას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ქალაქის ადგილობრივი წარმომადგენლობის ციტოს თანამშრომლების თავჩაუხრელი შრომა იმისთვის, რომ ჩვენს პაციენტებს დროულად და ზუსტად მივაწოდოთ პასუხები. მინდა გითხრათ, რომ ფორს მაჟორის სიტუაციაში ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ქალბატონი თამარი და ციტოს თითოეული თანამშრომელი მზად არის 300 კილომეტრი გაიაროს თბილისამდე ფეხით, ოღონდ დილას ჩაბარებული ანალიზის პასუხი შუადღეს ჰქონდეს თან. ასევე მინდა გითხრათ, პაციენტები განსაკუთრებით აღნიშნავენ თქვენდამი სიყვარულს, რისთვისაც მადლობა თქვენ. მრავალჟამიერ თქვენი არსებობა, წინსვლა, წარმატება, მრავალჟამიერ ჩვენი თანამშრომლობა, გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ღვთისწყალობას, ბევრ მადლიერ პაციენტს და მეტ სიახლეს. დიდი მადლობა თანამშრომლებისთვის. მადლობა. აქ კიდევ ერთხელ გავაჟღერებ, იცით, ძალიან ხშირად გავიგებთ ციტოს და მართალი გითხრათ, ციტოს თანამშრომლების რაოდენობა, მოდი თანამშრომლებს არ ვიტყვით, გუნდის წევრების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შეიძლება ჩვენგან ადამიანი წავიდეს სხვა სამსახურში, რა თქმა უნდა, ყველას აქვს სამისი უფლება, სამისი სურვილი, მაგრამ მაინც ციტოელი რჩება და მინდა ისეთ პატარა მაგალითი მოვიყვანო. ერთ-ერთი სურათი, ძველი 2005 წელს გადაღებული ფოტო დავდე და ჩვენი ძველი თანამშრომლები, რომლებიც უკვე ძალიან კარგად შემდგარი, აქტიური, უკვე გაზრდილი
პროფესიონალები არიან ყველამ ისეთი სითბოთი მოიხსენია, რომ აი ამისი უყურადღებოდ დატოვება რაღაც მომენტში მართლა აი დღეს ბევრი მადლობა იქნება, მაგრამ მე მგონი ბევრი სასიხარულო ცრევლიც იქნება. და გარდა ამისა, ჩვენ ყავს ჩვენს გულში რჩებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლები იყვნენ და აღარ არიან იმიტომ, რომ სხვა აბსოლუტურად განზომილებაში გადავიდნენ და რაღაც იმედი გვაქვს, რომ ოდეს მე ყველას რაღაც აქ არავინ არ დავჭერთ, რაღაც იქაც არაჩვეულებრივი პუნქტი შეიკრიბება, იმიტომ რომ ჩვენს გუნდის წევრები იყვნენ ბატონი კალუშა მარკოიშვილი, ბატონი დავით თელია, ბატონი სულხან ჭრიგვიშვილი, ბატონი ალი კოლეჟავა და აი სულ ბოლო პერიოდში ძალიან პატინებული ხალხმა ნანა გელაძე, ხალხი ნანა გელაძე, რომელიც არაერთხელ იყო ჩამოსული სცენარში და ყოველგვარი მისი აქტიური ხელმოქმედებით ძალიან ბევრი პაციენტის, პატარა პედიატრიული ბავშვების მდგომარეობას აფასებდა და ყოველთვის იყო ხაზზე და ყოველთვის გვეხმარებოდა მნიშვნელოვან საკითხებში, ისე რომ კიდევ ერთხელ მე ჩემი მხრიდან მინდა ყველა ჩვენს ციტველს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ჩვენ ვაპარაკეთ ესეთ ჩვენს პროფესიონალებზე და ისიც ვახსენე, რომ ექიმები ძალიან ნიჭიერი ადამიანები ვართ. ექიმებს გვაქვს ჩვენი ბნელი ხარეები, სადაც ვაკეთებთ რაღაცას ისეც, რომელთაც თქვა ჩვენი პაციენტები არ გვიცნობენ. თუმცა ქალბატონი მაკა, მოგძანდით ქალბატონო მაკა, კიდევ ერთხელ ჩვენი თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, ოჯახის ექიმი, რომელიც არის მუდმივად პაციენტების დახმარებაში და რჩევების განცემაში. აი თქვენ ნახავთ, როგორი ფარული თვისებებით და ბნელი მხარით წარმოგიდგება. ქალბატონო მაკა. Gamudis
ქალბატონი ლილი გეგელიას სიმღერაც მე მგონი ესეთი შემთხვევით არ ყოფილა არჩეული და ესეთი ძალიან კარგ ნოტებზე დაგვაყენა ქალბატონმა მაკამ. ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონო ნონა. ქალბატონი ნონა ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მისთვის არ არსებობს არც ხამე, არც დღე, არც დასვენების საათები. ამას ხას რატომ მოსავ მის სპეციალობიდან გამომდინარე. ქალბატონი ნონა არის მუდმივად პაციენტისთვის და ვფიქრობ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოჯანმრთელებისათვის. ქალბატონი ნონა. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ბედნიერი ვარ რომ ამ მშვენიერ მხარეში მოვხვდი, მანამ ნამყოფი არა ვარ და რომ ყოფილიყავი ალბათ აუცილებლად წარმოგიდგენდით რაიმე პატარა ლექს თქვენი მხარის შესახებ დაწერილს, მაგრამ მე შემდეგში ვფიქრობ რომ ეს უნდა გამოვასწორო. გზაში რომ მოვდიოდი დიდი სიყვარულით და პატივისცემით არაჩვეულებრივი ფანტასტიკური გზა იყო, ყვავილებით მოფენილი მთლიანად და სულ ვფიქრობდი რომ რა შეიძლება საკუთარი ჩემეული რომ უთხრა ჩემს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს. და გადავწყვიტე ვინაიდან ეს ყველაფერი იყო ყვავილებით მოქარგული მთელი გზა, ჩემი პატარა ლირიკული ლექსები მინდა წარმოგიდგინოთ, რომელიც სწორედ ესეთი პატარა მოგზაურობების დროს არის დაწერილი და რომელიც არის ყვავილების შესახებ. პირველ ლექსს ქვია გზაში. ამწვანებული მთაბარი კაღაჩოების სისხლი, კუნაპეტივი თვალები გზაში სიყვარულს მიხსნის, ჩემს მხარეს თეთრი გვირილა, ნეტავი ყველა მიხილოს, შენსკენ კი ცეცხლი კაღაჩო, გადახვევია ღიღილოს, ნეტავი შენმა თვალებმა, სიკვდილის დღემდე მიღიმოს. ხევსურეთში ვიყავი, ულამაზესი მხარეა ხევსურეთი, იცით ალბათ ბევრი ნამყოფი ხართ და საოცრება იყო რა, იცით, ყაყაჩო არ იყო წითელი ხევსურეთში. იყო რაღაცა ღია ჩალისფერი და მე ნელ-ნელა დათვიჟურის უღელტეხილთან რომ მოდიხარ, ცოტა ხდება სტაფილოსფერი და უკვე სადღაც ბარისახოსთან გაახელ თვალს და უკვე არის ჩვეულებრივი ნამდვილი, ასე ვთქვათ, ნაცნობი ყაყაჩოური ყაყაჩო და ამასთან დაკავშირებით პატარა ისეთი ლექსი დავწერე. ხევსურეთს ვიყავ, მიმონა, გვირილა იყო სათიბი, მოსაფერებლად მიხმობდა იქ მთების მწვანე ქათიბი, მაყრის თვალება ყვავილი, გამომყვა გზაში ახომდე, ნაზი და მორცხვე ყაყაჩო, გაწითლდა ბარისახომდე. შემდეგი ლექსიც ისევე ყვავილებს ეძღვნება და გაზაფხული ასე ქვია ამას. ისევ ქალწული აყვავდა ნუში, ღიმილით ხვდები გაზაფხულს კართან. მე ისევ ბავშვურ ოცნებით გულში ზედ დავექარგე აპრილის კალთას. ტანზე ვიჭარბე კოცონის ფერი, სულის ხანძარი აღარ ჩაქრება, სულ გვირგვინათ რომ იწნათ ყაყაჩო, იებთან მაინც დაიჩაგრება. დავუცდი როდის მომიტანიას, ჯერ ჩანა მთების შავი კარვები, მე დაგახვედრებ ჩემს კარავს ღიას, მე შენს ხელებში ჩავიკარგები. არ შეგაწყეთ ბოლო ლექსი, რომელსაც ქვია ნატვრა, მე მინდა რომ ყველა თქვენგანის ნატვრა ასრულდეს. ეს იქნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული თუ თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ექიმობა ის ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ არის პროფესია, ეს არის სულიერი მდგომარეობა, ეს არის საქმე, რომელიც დაყვება დაბადებიდან. ექიმება ჩვენ ვიბადებით და მერე ვიღებთ სამედიცინო ცოდნას. იმიტომ რომ შეუძლებელია იმ ძირითადი ჩვევების გარეშე იყო წარმატებული ექიმი. სამედიცინო განათლებას ბევრი იღებს, მაგრამ ექიმად რჩება ის ადამიანი, ვინც დაიბადა ექიმად. ვისაც შეუძლია სხვისი სიყვარულის გაზიარება, ვისაც შეუძლია ალტრუიზმით ცხოვრება და ვისაც შეუძლია რომ თავისთავად დააყენოს მეორე ადგილზე. ეს არის აუცილებელი საექიმო ჩვევები. ეს უბრალოდ ქალის ნატვრაა, მაგრამ მე მინდა რომ სხვა ყველა ნატვრაც ასევე ყველა შეუსრულდეს. მინდა სიცოცხლების სიჭაბუკის წლებით იაროს და ზამთრის სევდამ ზამთარშივე გადამიაროს. მე მინდა სითბო მომახული შენი თითები და მომატყუე მომიყევი ჭრელი მითები. მე შვილი მინდა შავ ქოჩორა
ყირმიზი ბავშვი, ღრუბელს ავკეცავდა ზეცაში ყვავილებს გავშლი. ჩუმად მიტომ ვარ, რომ ვიბნევი, განამწყრალი ვარ, მე რასაც ვითხოვ, ცოტას ვითხოვ, ცოტა ქალი ვარ. გამწევდა და გეგმიერებას ვისურვებ. შეუძლებელია სამეგრელოში შევიკრიბოთ და ერთი მეგრული სიმღერა არ შევასრულოთ. ახლა ვაგიორ კომბან შევისრულებს ჩვენი კოლეგის მაკა წითლიძის ბაჟი. გთხოვთ სცენაზე ნიკოლოზ გრიგოლიანს. Oh
ხარისხი, სანდოობა, პროფესიონალიზმი, ზრუნვა, ერთად ვაქციოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქცევად. მაგრამ პროფესიონალიზმი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი აქტიური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეპითეტია. ჩვენ დღევანდელ სცენაზე გვინდა გარკვეული მადლობა გადავუხადოთ ადამიანს პროფესიონალიზმისთვის, წლებისთვის, რომელიც მან დაუთმო სხვების ბედნიერებას, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობას. თამარ, მოვიწვიოთ სცენაზე სენაკის არაჩვეულებრივი ადამიანი. რა თქმა უნდა, განმავლობაში ბევრი ბავშვის გადამჩენელი. იუბილე მხოლოდ თარიღი არ არის, ეს არის შესაძლებლობა. მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შრომით უდიდეს საქმიანობას ეწევიან. ახლა სცენაზე მინდა მოვიწვიო ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი, პედიატრი, ქალბატონი იამზე დგებუაძე, რომელიც 50 წლის განმავლობაში უდგას ამ საქმეს სათავეში და მრავალი ქარტეხილების მიუხედავად მედგრად დგას და ემსახურება ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას. გთხოვთ ქალბატონო იამს. პირველ რიგში მინდა მივუხოცოთ ციტოს და ციტოებებს ეს შესანიშნავი თარიღი და მადლობა უთხრა ასეთი სტუმრისა ჩვენი ხალხისთვის. დიდი მადლობა ყველაფერს და დიდი მადლობა იმ დაფასებისთვის, რისთვისაც მოვიწვიეთ აქ. მადლობა. ციტოს სახით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ეს ზვირებს სახლში ყოველთვის ჩვენ გაგვახსენეთ როგორც თქვენი მეგობარი, როგორც თქვენი ესეთი ამდენი წლის ამაგის დამფასებელი და ასევე ძალიან ძვირფასო კოლეგებო, ამ 15 წლის განმავლობაში არაერთი ერთგული პაციენტის სიყვარულიდან დობა გვაძლიერებდა. მაგრამ არავის არ ეწყინება ყველასგან გამოვარჩევთ. ჩვენ უერთგულეს, უსაყვარლეს ალექსი კილასონიას. საჭირო დროს, საჭირო ადგილზე არ მოვჩდით წლების უკან, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით სენაკში. ალექსის დედას დიდი ნდობა გამოგვიცხადა. მადლობას ვუხდი ამ დიდი სცენიდან ალექსის დედას, ალექსის კი უსურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ლამაზ მომავალს. სამეცნიერო ჩიტოს სახელით კი გადავცემთ ვაუჩერს. განმავლობაში ალექსი ჩვენი პაციენტი იქნება, ჩვენი მეგობარი იქნება, რომელიც ხანდახან მოვა და შეიმოწმებს თავის ჯანმრთელობას. დობა ერთ-ერთი ჩვენი ესეთი არის სიტყვა, რომელიც ნამდვილად ძალიან შეამოვნებს და ძალიან დიდი მადლობა მდობას ალექსის, მის დედას და ყველა სხვა როგორც პაციენტს ისევე ჯანმრთელობას გისურვებთ ალექსი. ზრუნვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზრუნვა მრავალშვილიან ოჯახებზე, იმიტომ რომ დღეს ქართველები არც ისე ბევრი ვართ. ამიტომაც, რაც უფრო მეტი მრავალშვილიანი ოჯახი, ესეთი savvy, კარგი, ჯანმრთელი ბავშვი ებოლება ოჯახს, მით უკეთესი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. და აქაც მინდა პატარა წვლილი შევიტანოთ და თამარ გთხოვ. ახალი სცენაზე მინდა მოვიწიო ქალბატონი ლარისა ახვლედიანი შვილებთან ერთად. ხოთ ქალბატონი ლარისა.
ლარისა, მართლაც გმირი დედა ხართ. ჩვენ ყოველთვის ჩვენთან ვიყავით და მომავალში ჩვენ გვერდით. გისურვებთ, ბედნიერი დედა ყოფილიყავით. სიყვარულს, ჯანმრთელობას, ღერძელობას და ყველაფერს საუკეთესოს. სამედიცინო ცენტრ ციტოს სახელით გადმოგცემთ ელიტ ელექტრონიქსის ვაუჩერს. ახლა კი სცენაზე მინდა მოვიწვიო სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ვახტანგ გადელია. ხო, ბატონო ვახტანგ, ორი პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ხოლო შემდგომ თითოეულ თქვენთანაც წარმატებები მინდა გისურვოთ, რაც მოვისმინე და მე ზუსტად ვიცი თქვენი ჩართულობა ჩვენს მუნიციპალიტეტში რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს ეიბედებით და ყველაზე მთავარი ცილოსთვის რაც მინდა ვთქვა, რომ აქ პირველად არ არის ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვები, პირველი აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში. მნიშვნელოვანესი სიტყვებია და ამასთან ერთად მე მინდა თქვენი პროფესიონალიზმით, თქვენი სანდოობით, რაც მოსახლეობაში დაიმსახურეთ არა მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მინდა წარმატებები გისურვოთ. ასევე ყველა თითოეულ თქვენთაგან წარმოდგენილი საზოგადოებიდან უმრავლესობა ექიმები ბრწანდებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ პროფესიონალიზმისათვის, იმ ჩართულობისათვის, რაც ჩვენი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობისთვის და ადამიანებისთვის იჭერთ და ყველგან ძალა მოგცეთ იმისი, რომ თითოეული პაციენტი ვიცი როგორც თქვენი ოჯახის წევრი მსგავსი განწყობები ყველას მიმართ და თითოეული თქვენთაგან ის მიმართ, თითოეული თემის მიმართ, თითოეული ჯანდაცვის სფეროში მომსახურებლის მიმართ მინდა პატივისცემა გამოვხატო. დიდი მადლობა გეჩვენებისთვის. ჩვენ სამართლად ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. მე რას თქვი, ის ეპიტეტი, რასაც ერქვა ძალად ექიმი გავფანტეთ, როგორც ჩვენი ექიმებიც, ისევე თქვენი ექიმებით და ვუსურვებ ჩვენს ექიმებს პროფესიონალურ განვითარებას, გაზრდას, ახალგაზრდა ექიმებს და ჩვენს პაციენტებს ჯანმრთელობას და კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას. ეხლა კი მინდა თამარ ისევ შენ გადმოგცე მიკროფონი. ახლა სცენაზე მინდა მოვიწვიო მარიამ გარიჩავა, რომელიც შეგისრულებს მრავალ ჟანრს. ხო, მარიამ. Thank you.
ბავშვები, არაჩვეულებრივი მშობლები, არაჩვეულებრივი ექიმები, არაჩვეულებრივი პაციენტები, მენეჯერები, ლაბორატორიის თანამშრომლები, დირექტორები, თეატრი, ქალაქი, მხარე. ძალიან მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოგზაურობისთვის, მასპინძლობისთვის და ეხლა უკვე ისეთი მე მგონი ტორტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიჭრას, აუცილებლად უნდა გაისინჯოს და აუცილებლად უნდა გადავიღოთ ფოტოები, იმიტომ რომ ეს არის ის ისტორია, რომელსაც გვქნის ჩვენ, რომელიც უკვე შევა განიცდეთ ციტოს ისტორიაში. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე რომ ვარ დღეს და ამ პატარა გულიდან ამონავიდი ლექსით გეფერებით, გეხუტებით. გილოცავთ ყველა ციტოელს, ყველა ექიმს, ყველა ჩემს კოლეგას, ყველას ციტოს გულშემატკივრს, ციტოს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, მხოლოდ ერთობით და სიყვარულით. ბოდიში იმდენად ნაჩქარები იყო, მაგრამ იმდენი სიყვარული და იმდენი სილამაზე დავინახე, თავს მივცემ უფლებას ჩემი საყვარელი კოლეგების სახელით ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ და ეს პატარა ექსპრომტი მოგიწყურათ. პრეტენზია არ გვაქვს ვიყოთ ბერძენიან ინდოელი. ვართ ქართველი და ამავ დროს ღირსეული ციტოელი. თავს რომ ვეღარ მოაცილებთ ამწვანებულ ტყეს, ბუჩქს, ლამაზ, ისე ავსებს ციტოს ოჯახს თამუნიკო დღებუჩება. სისხლის კვლევა საჭიროა და რა არის მთავარი? დაურეკავ დღე და ღამე გვერდში გვიდგას თამარი. ციტომს ად არის გათენდეს. დღეუსაშველოდ მზიანი წინსვლისთვის იღწვის უდაოდ სალომე ახვლედიანი. ციტოს სახელი პლანეტის ყველა კუთხეში ანთია. დამფუძნებელი ოჯახის არის ნათია შავდია. იღწვის კარგი შედეგისთვის სხვა საქმისთვის აღსალია კლინიკური მენეჯერი ელენეა გვასალია. უფლებების დაცვის ჟინით არის თავად ფეიქარი ბარბაქაძე მარიამი, ციტოს სუპერ HR-ი. ხარისხის პეცი ციტოს ზოლს წითელზოლივით ანთია. ამ ხარისხ მენეჯერი ხავს ჯოხარიძეა ნათია. დადგეს ლიკა ლაბათავა, მეგრელია მაინც. ახლა დადგა შენიჯერი ციტოს მთლიან რეგიონის საამაყო მენეჯერი. ყოველი დღე მზისფერია და არ არის მეწამული. ბრწყინავს ადმინ მენეჯერი ნატალია ბექაური. უნდა ბოლოს ვახიარო და არ არის გვიანი. ციტოს დიდი მოამაგერე ლალია ვალიანი. ციტოს სენაკის დიდ ოჯახს აფთენია შირმა, სანდო ნონა ტორჩინავა და თორდავა ინგა. მე ვამახობ ამ სიმცირით. თავს არ ვადრი სენაც, ხობს აბაშას ზუგდიც მარტოს, თოც ჩოროწყუს სენაკს. ყველა ჩემს საამაყო და ლამაზ ექიმს ვეტრფი. მომიტევე თუ ვინმეზე ან სრულად ვერ ვთქვი, გაგაცილოთ მინდა მუდამ. სიხვაულის ექსკორტი, აბაშელი ექიმისგან წრფელი გულით ექსპრომტი. ჩვენი